დიდი მადლობა გადაუხადო მედიას. შენ მაკარაზმაძე ძალიან ბევრ ეხა აიტაცა პრესამეს და ძალიან კარგია. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. ხო, სწორად მინდა გაიგოს და საზოგადოებას ბოდიში მინდა მოუხდა. არ გეგონო თქვენ რომ ჩვენ ეხა რაღაცა თქვენ რაღაც განახებთ როგორ ვიკამათებთ ერთმანეთში. გამორიცხულია. გოგა პიპრესი თქვა არა. ხო, რატო? საზოგადოებას მინდა უთხარო სწორად გაიგონ რა ხდება. აი რა ხდება. აი ამ არასწორმა პოლიტიკამ და რო კითხო მინისტრს. ამბობს სიტყვებს რომ რაღაც 25-40-ზე სტრატეგია კულტურის. აი ზუსტად აი ესეთმა სტრატეგიამ და პოლიტიკამ თაობების დააპირისპირა თეატრში. ახალგაზრდები ასაკიან და ღვაწმოსილ ქალბატონებთან. იცით რატო? იცი სიჩიში გააჩინა? საოცარი რაღაც მოხდა. ანუ ჩვენ თუ დიდი ხანი ჩანს არტისტი ტელევიზორში, სხვათა შორის პოლიტიკოზე მეტი ხანი ჩანს თურმე, ეს გამოკვლეული აქვს, ეს ნიშნავს რომ ეს კორონა ხო ბაზარში შეიძლება რიგითმა მაყურებელმა გითხრა კარგი რა ფულის მეტი რა გაქვს. სინამდვილეში იცით რა ხდება? უმძიმეს მდგომარეობაში შენ არტისტები. რას უქმნის? რა პოლიტიკას თავაზობს კულტურის სამინისტრო? მაშინ მოსვავ შეკითხვას. ვისია არტისტის ბედი? ვინ იცავს ჩვენ უფლებებს, ხალხო? რამე რომ მოხდეს, ვინ იცავს ჩვენ უფლებებს? გამაგებინეთ. ესე იგი, ყველგან არტისტი უნდა დაბალფასში, ყველგან ყველა კომპანიას, ყველას რო კითხო საოცრება ხდება. არტისტის შემოსავალი რა უნდა იყოს? მსახიობმა ზურაყიფშიძემ, ქალბატონმა თამბა ჩვენს რა უნდა გავაკეთოთ სხვა? კბილის ტექნიკები ვერ გავხდებით ხალხო. განავ თაკილობთ მძღოლობას, მშენებლობას, ვერ თაკილობთ, მაგრამ ფაქტები და მაგალითები რაზე მიდის რომ ჩვენ გვიდა ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ეს უნდა ვაკეთოთ. აი ეს თაობა უნდა იყოს. რამდენი თაობა გაზარდა ამ ადამიანებმა? გარდა იმისა რომ თვითონ წარმატებულები იყვნენ. მე მიდეთი მაგალითი თქვა ზურაყიფშიძეზე და არ შემიძლია თქვი და შემდეგ გიორგი და მე გიორგი გავზოს. ზურაყიფშიძესთან ერთად მომიწია ვითამაშეთ სხვათა შორის მინდა გაიგოს კულტურის სამინისტრომ. გიორგი დიასამიძემ ფილმი გადაიღო 10,000 ლარად. და სადაც გიორგი ზურაყიფშიძე კაცი ადამიანი რომელიც და ბევრი არტისტი შეიძლება არ იყოს მომიტევით მე სკერო საერთოდ არ ფიქრობდა ჰონორაზე წავიდა და ჩამოვიდა და ვითამაშეთ იქ ზურაყიფშიძე გადაღებაზე ჩამოვიდა საბურავი გაუსწდა და ჩავაკითხეთ მე თვითონ მოვიდა და პრობლემა იცით რაში იყო ვისთანაც ცხოვრობდით ოჯახში აჭარაში ვინც შეგვიფარა და გვაცხოვრობდა ფულს არ გვართმევდა იმათმა ვერ დაიჯერესო ზურაყიფშიძეს ეგრეთ წოდებული გაცვეთილი საბურავი ჩამოვიდა და არ ქონდა 20 ლარი ძნელი დასაჯერებელია ახლა თამარმა თქვა ძნელია თქვენ რომ გამოკითხოთ კარგი რა ფული არ აქვს გარაის აი ეს პოლიტიკა ეს არის არასწორი პოლიტიკა მინისტრი გამოვა ახლა დარწმუნებულ რამის მერე და იცით რა სიტყვის შეიძლება საერთოდ თქვას რომ კარგი რა არ ვიცი არ გამიგედა რომ ეკითხები ფოთის თეატრი დაინგრა ფოთის თეატრში კაცი დაშავდა ეს ადამიანი არის სენის მუშა ინვალიდი გახდა და ზნეობა სადაგაგ და მორალი ეს ადამიანი დღეს სასამართლოს უნდა ელოდებოდეს რომ 500 ლარი მისცენ არ არის ამის ფული? ჩამოიყვანა აეროსმითი და მე მგონი სტივენ ტაილერი თვითონ დააფინანსებს რომ გაიგოს იქვე ბლექსი არენასთან გვერდზე რა მოხდა? არ შეგწყვება? ეს არის არასწორი პოლიტიკა ხალხო. ეს ადამიანები საზოგადოებას ქმნიან უდიდეს რაღაცას. მოზარდ მაყურებელთა თეატრში 3 სპექტაკლს თამაშობენ. ვინმე მკითხოს აბა რამდენია ხელფასი? შეიძლება 500 ლარი და 400 ლარი კონდე